Say hi to my subscribers. Hi. გუშინ დავბრუნდი თბილისიდან საკმაოდ გვიან, მე მგონი 12 იყო დაწყებული სახში მოვედი. თან საკმაოდ დააგვიანებ ფრენამ და ძალიან დაღლილი და გათანმული მოვედი და ამიტომ დღეს ვცდილობ რომ take it easy. ამასობაში სამშაბათ დღეს გავიდა და ახლა ვემზადები რომ გავიდი გარეთ. იმიტომ რომ ჩემ არ ყოფნაში რაღაც საქმეები დამგროვდა მოსაგვარებელი და ვიფიქრე რომ ნელ-ნელა დავიწყებდი მაგის მოყვარებასაც. ეს არის ის განდამცავი, რომელზეც გიყავოდით რამდენიმე ვლოგის განმავლობაში, რომელიც ვერცერთი ხელ ვერ გაჩვენეთ. სამწუხაროდ იმით გაცრუებული ვარ. რეალურად ცუდი არ არის ობიექტურად, უბრალოდ მე რაც არ მომწონს არის, რომ აქვს რაღაცნაირი სუნი, აი მზის გადამცავებს აქვს ხოლმე სუნი რა. ზოგადად არანაირი პარფიუმი არ შემიძლია, მაგრამ პარფიუმი არ არის ეს რა, რაღაცნაირი აი პლასტელინოს სუნი რო გქთ ხოლმე მზის გადამცავებს, აი ეს სუნი არ შემიძლია და ეგ სუნი აქვს ზუსტად. მაგის გარდა ძალიან დიდი ხანი ჭირდება რომ ძალიან დიდი ხანი რა, მაგრამ როგორც ხედავთ თეთრ კვალებს ტოვებს და ამის გარდა არატენიანს ანუ დამატენიანებელი ფუნქცია არ აქვს რა, უფრო რაღაცა სკლად გედება განზე და თავის ფასში ძალიან კაია, იმიტომ რომ აი ეს 100 მილilitrიანია და 20 евро ღირდა დაახლოებით. როცა კორეულები 50 მილilitrიანები ღირს 20 евро, მაგრამ ამის მერე ისევ კორეულებს დაუბრუნები, იმიტომ რომ Beauty of Joseon რაც არის და Round Lab რაც არის, ეგ ორივე მე ბევრად მირჩევნია, იმიტომ რომ არც უნი აქვთ, ძალიან დამატენიანებლის ეფექტი აქვს და ძალიან მალე იწოვება და არც თეთრს არ ტოვებს და ეგ კომფორტი ბევრად მირჩევნია ამის სუნს მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო ბარაქიანია. Not approved by Lasha Popolo. ვერ ვიპოვე ისეთი კუთხე, საიდანაც ძალიანად დაგანახებთ ჩემს აუთფიტს. ამიტომ ჯერზევიდან დაგანახებთ. ეს არის Uniqlo's მოსაცმელი. ეს არის Uniqlo's ჩანთრა, რომელიც ძალიან მომწონს. შინამაცვია Adidas-ის მაისური. მაცვია Uniqlo's შარვალი, Uniqlo's წინტები და ეს ტაიგერები. რაღაცნაირად ისეთი გრუბელი არ თითქოს უნდა იწვიმას, მაგრამ თან არ წერია უნდა იწვიმას, ამიტომ მე დავიჯერებ, რომ არ უნდა იწვიმას. და კოლგის გარეშე გამოვედი სახელთან, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, მაგას უკვე ვგრძნობ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ საქმეებს, ახლა მივიდივართ პენსლოვერ პერიკისკენ, თუ სწორად მახსოვს. ერთი ფირი ჩავცხალე 1-2 დღის წინ ეგ უნდა გავამჟღავნებინო და ერთი ფირი გავამჟღავნებინე მაგნოლიაში თბილისში და სამწუხაროდ ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ხარისხით და ამიტომ ნეგატივები წამოვიღეთ. და ეხლა მინდა რომ გახლიდან დავასკანერებინო, იმიტომ რომ თვითონ ფოტოები ძალიან კაი დამხვდა, მაგრამ ხარისხი საერთოდ არ იყო კაი და არ ვეუბნები სამწუხაროდ ეგეთ შედეგს, იმიტომ რომ თბილისში წლები აღარ გამჟღავნები არაფერი და მაშინ როგორ იყო თავის დროზე არ მახსოვს, მაგრამ ეხლა აქ რაც გამჟღავნებინეთ ხოლმე თითოეული ფოტოს ზომა არის საშუალოდ 20 მეგაბაიტი, ხანდახან 30-იც. და მაგნოლიას გამჟღავნებულში დამხვდა თითო ფოტო მაქსიმუმ 1 მეგაბაიტი და ძალიან არ მომწონს ეგ ფაქტი, ამიტომ ახლა გავაკეთებინეთ არაუშავს. ეგ არის მთავარი დავალება დღეისთვის. მე მინდა რომ შევიარო Apple Store-ში, იმიტომ რომ ურსასვენები გამქვდა. AirPods 4 მაქვს პატარები noise cancelling-ით და
თბილისში შევატყე, რომ მარცხენა ყურის ქვედა მხარიდან აპარებდა მაინც ხმას და კენსელინგს აღარ უკეთებდა და მეჭმე აქვს გაფრჩებული და მინდა რომ შემოწმა. და თუ ჩემი ბანკი შემხვდა სადმე, მანდაც მინდა რომ შევიარო, რომ cash გამოვიტანო. არ უნდა დამეჯერებინა ჩემი ინსტინქტების სოქო გონა წავნევა. ყოველთვის თან ნახდა დღეს რატო დავტოვე გამიზნულასთან არ ვიცი რა თქმა უნდა შეხედე და გადავდე კვერცხზე და გავარახლა შეფერებული და ველდერს გადაიღებს. Never again. გეგმაში არ მქონია ამდენი რაღაცის ხელში წერა და Apple Store-ის საკმაოდ სწორია აქედან იმისთვის, რომ ასე ამხელა რაღაცებით ვიაროთ. ამიტომ დღევანდელი დღეს გეგმას შევამოკლებ და გავიშურები უკან საფისკი და განახებთ გავედება. ამ ფეხსაცმელზე დამავიწყდა მე თქვა წაღან ჩემ აუთფიტს რო განახიავდით მაშინ. ეს არის ტაიგერები ყოველს როაცვია განსკუთრებით ის ყვითელი ფერი რომელიც არის. და მეც ძალიან მარტივად ინფლუენსერებადი ადამიანი ვარ, მაგას ხა არ უარყოფ. თუმცა ეს ყვითელი არ მომწონა, იმიტომ რომ ძალიან ნამიტანი statement piece არის და ესე საჩემო არ არის მოკლედ. და ამასინაც ძივარ კაფეში და წიგნს ვკითხულობთ რაღაცა, უზებ ავიხედე და ვიღაცა ბიჭს ეცვა ეს ფეხსაცმელი. ლამის შევკივლე ისეთი ლამაზი იყო და გადავუღე ფოტო ეგრევე და რა დავგუგლე და მე მივხვდი რომ ეს ტაიგერები იყო და მეთქი თავს ემოძალა არ არის. მამ ჩემი ახალი სამსახურის უბრალოდ ახალი პოზიციის პირველი ხელფასით დავდექი და ვიყიდე ეს მწვანე ბეჟი ფერის კომბინაცია, რომელიც არის ძალიან ლამაზი. ბერლინში ვიყავი პირდაპირ მაღაზიაში და უკარგის მომსახურება ჰქონდათ და სერვისის ძალიან მომეწონა. და ის ფეხსაცმელზე რა ვიცი რა გითხრათ, რაც ვიყიდე მაგის მერე ალბათ 1-200 კილომეტრამდე მაინც გავიარე ამ ფეხსაცმლით და არც ერთი წამით დისკომფორტი ან დაღლა არ მიგრძნია, რასაც ვერ ვიტყვი ვერც Adidas-ის ფეხსაცმელზე. სპეციალები რაც არის, მაგალითად, მაგაში 20 კილომეტრს რო ვივლი ერთი დღე, მორჩა მეორე დღეს ვეღარ დავდივარ. სამბარაც მაქვს ახლა რაც განახეთ წინა ერთ-ერთ ვიდეოში. შეუძლებელია მაგით სიარული და მაგას საერთოდ გაყიდოს უყურებ მაგ ფეხსაცმელს და ამაში რაც გინდა აკეთე, worth every penny. სადაც ბოლო წლებში ვისწავლე რომ ფეხსაცმელზე ფულის დაზოგვა არ შეიძლება. თუ ვინმე განიხილავდით და ორჭეფავდით ამ ფეხსაცმლის ყიდვას, დაიყავით ჩემი მიერ ინფლუენსირებული იყიდეთ მოკლედ approved by Lush Google. ეს წყლის ფილტრი ვიყიდე რამდენიმე კვირის წინ და ეხლა მივხვდი რამდენად კალკით და ქლორით არის სავსე სასმელი წყალი. ამის გარეშე არ ვცხოვრეს საერთოდ წყალს არ მესმის და თან და ამ ფილტრს თავისი ვარგისიანობისვა და აქ იმის მიხედვით თუ რამდენად სწრაფად იყენებ, რამდენად ხშირად იყენებ და რავი ფაქტობრივად თვეში ერთხელ გამოსაცვლელია, იმდენად ჭირდება ამ წყალს გაფილტრა და მართლა გემოცხვანაირი აქ პრობილია რაღაცნაირი სუფთა და რავი ანუ აქამდე რას ვსვავდნენ ხანი არ ვიცი. და ბინძურ წყალთან ერთად გავეშვი ასევე პლასმასის ბოთლებს და ჭიქებს და მამა პაპური ბანკით. იმიტომ რომ ეს ქილა არ არის, ეს არის ბანკა. და ზუსტად ამ ბანკაზე მიგაყოდებთ ახლა. ხო, ამებს აღარ ვიყენებ. როგორც გითხარით და განახებთ ახლა რა ვიყიდე Flying Tiger-ში, ან უბრალოდ Tiger-ში.
ერთი არის ეს. მე მგონი გემობანა ქვია ქართულად. მახსოვს რომ ბავშვობაში თამაშობდი ხოლმე და ჩემთან ერთად პასტით და ფურცლით და ეხლა ეს ვერსია ვიპოვე და მე მგონი ერთ პერიოდში რაღაც ტელეფონითაც იყო და ბლუთუზით თამაშობდით ხოლმე. თუ სწორად მახსოვს. ნახოთ როგორი იქნება. და მეორე თამაში უფრო საინტერესოა და უფრო exciting. Guess me. თავიდან მეგონა რომ Guess Who პრინციპის თამაში იყო და არის კიდევაც, მაგრამ Guess Who-ში ხო უბრალოდ პერსონაჟები ყავს იქ მოცემული და გაიგონოთ რომ ნახწევ და გამოიცნო რომელი. მე TikTok-ზე ვნახე რომ ხალხი თამაშობს მაგას როგორც subjective Guess Who, სადაც უბრალოდ უნდა აღწერო ის ადამიანი ისე როგორც ჩვენ გონია რომ არის პიროვნულად რა და უფრო საოცილოა და. Does your person pronounce words of another language in their true accent? Yes. ეს არის სხვადასხვა ადამიანები ყავს სხვადასხვა კატეგორიებში. World history, pop culture and fairy tale themed. და ის კატეგორიას ყავს 21 პერსონაჟი. ხო და ძალიან სახალისო ჩანს და ნახოთ ესეც როგორი იქნება. და ეს ვიყიდა იმ ლაბორატორიაში და ეხლა ვხვდები რომ უბრალოდ დამსკამეს და საჭირო არ იყო ეს. Pierce from genre როგორც წესი ჭირდება მაგ ყველაფერს შენახვა ლამაზად და სუფთად. სპეციალურ პერგამენტის ქაღალდში იდება ეს გამშღანებული უკვე სკანები და უნდა შეინახო და ეს იდეაში არის სპეციალურად მაგისთვისაც მეგონა რომ პერგამენტიც მოყვება და თურმე არ მოყვება და შიგნით არის უბრალოდ ჩვეულებრივი სწრაფჩამკერი და რამდენად ვაილდურად გადავიხადე ამაში არაერთი ევრო ეხლა მაიჭებს ეგ ფაქტი. ეს არის მაგალითად ის ფირები რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გავამყრავნე და ასე არის ჩაწყობილი ლამაზად. სუფთად. ისევ მაგნოლიაში გადავიდა და ვიტყვი მაგნოლიაში უბრალოდ ქაღალდში გიდებენ ყველას ერთად. ამის გარეშე და ეხლა როგორც ხვდები მჭირდება პერგამენტის ქაღალდი, რომელშიც ამას ჩავდებ და მე ამაში ჩავაკრავ, მაგრამ უბრალოდ იგივე პრინციპით შემეძლო რომ ჩვეულებრივ სწრაფჩამკერში ამეღო და ჩამეკრა და ცოტა ვერ ხვდები რა გავაკეთე. მეთქია supporting small businesses, მაგრამ ეს small business-ები რო სკამავენ, არა ეს არის შეგრძნება. მაგრამ იქნებ ვწდები, იქნებ საჭირო იყო. ჩემს საყვარელი ჟანრია ან ჩემი ვიდეოს კომენტარებში ან რავი სხვა ნებისმიერ ვიდეოს კომენტარებში სადაც ვინმე ამრავლის გასწავლებელი ივან სახეს და ვიღაცა ყოველთვის წერს რომ ჩემი ქალობა მოწყოს რატო ითვლება სახის დაბანა ფემინურ გამოვლინებად და რატო უნდა მოწყდეს ვინმეს ქალობა თუ ვინმე აი გამიქცა ყურადღება გამექცა ყურადღება ჯერ დონერი უნდა წამესვა. აი ამოწყდეს ჩემი კაცობა რომ გამეფანტა ყურადღება. ხოლო რატო უნდა გადიოდეს სოხარი ვინმეს ქალობის ამოწყოთ არ ამოწყოთ შორის ვინმე კაცის მიერ სახის დაბანა არ დაბანა შორის. აი თქვენ ახლა ეს ტონერი და შრატები შეიძლება მართლა ექსტრა იყოს რა, ანუ შემოვლითი გზა და არ ჭირდებოდეს ყველას რა, მაგრამ სახის დაბანა დატენიანება და მისგან დაცვა, ხო, რავი, ძალიან basic human needs არის. რასაც ყველა უნდა აკეთებდეს და რატო იწყვეტავს ხალხი ამ ქალობას? არ მესმის მართლა. და კი მესმის რომ ხუმრობით წერენ და რაღაცა, მაგრამ მაინც ასევდიანია რა. ამიტომ თამად დაიბანეთ სახე. ნუ რავი, სამოწყოთილ ქალობაზე თქვენ ნუიტარდებთ. მე გაძლევ პირობას რომ ყველაფერი კარგად იქნება. დაახლოებით ერთი თვის წინ გამოვიდა შიმშილის თამაშების კიდევ ერთი პრიკველი Sunrise on the Reaping, რომელიც მოგვითხრობს ჰეიმიჩის ისტორიას და მეორე ქორთერქველის ანუ 41 თამაშების ისტორიას. ამ წიგნზე უფრო დეტალურად ცალკე მოგიყვებით, თუ გაინტერესებს. მაგრამ ეხლა იმიტომ გეუბნებით, რომ ამის საკითხამ ახლიდან ჩამასპირალა შიმშილის თამაშებში და შიმშილის თამაშების სამყაროში. ამ ყველაფერს რატო ვყვები? ჩემთვის შიმშილის თამაშებთან ყოველთვის ასოცირდება
ის ფაქტი, რომ ჯენიფერ ლოურენს შვილდის როლა ასწავლა ხათუნა ქვრივიშვილმა. რაც არის რავი ყველაზე რენდომ ფაქტი, რომელიც მეცეზე რენდომად მახსენდება ხოლმე და ყველას ვეუბნები თუ იმ მომენტში ვიღაცა მომხვდება გარშემო და ხელთ. და მაშინ მეგონი იმედზე იყო თუ რუსთავიორზე სიუჟეტი, სადაც საიდანაც ეს ამბავი გავიგე და რავი, მართლა ძალიან რენდომ ფაქტია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო. გაგიზიარეთ ახლა თქვენც რატომაც არა. და ამ სულბაში ძალიან გადამიცდო ძილის დრო. ოღონ ძილის დრო გადამიცდა ნიშნავს რომ 11 საათია. რამე არ გიგონოთ რაღაცას ვატნებ რაღაცა უბრალოდ 11 საათი. ამიტომ დავიძინებ ხოლმე გავგზავნოთ საუბარი. დღეს არის პარასკევი, ანათებს მზე, მოცვია შორტები, გამოვაცხებ ბანანის ნამცხვარი, ჩემთვის უკეთ ყვავილები, ყველი, მოჩი და ახლა მივსვენებ ზოგადად და ვფიქრობ ჩემთვის რომ ნეტა სულ გაწაფხული იყოს. ჩემს ბედნიერი არავინ არ ხდება, დედამიწის